ბათუმში ნუდისტური პლაჟის არსებობის შესახებ მსჯელობა სოციალურ ქსელში კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. უხუცესი ბათუმელები დაბეჭდებით ამტკიცებენ, რომ ბათუმში ქალბატონებისათვის გამიჯნული სანაპირო არსებობდა. გავრცელებულ მასალაში ისტორიკოსებმა ბათუმი ამოიცნეს და ნუდისტური პლაჟის არსებობაც დაადასტურეს. თვითმხილველების შთაბეჭდილება თითქმის საუკუნის წინანდელი ფაქტის შესახებ ნინი ხარშილაძის რეპორტაჟში. კადრებზე დაახლოებით საუკუნის წინანდელი ბათუმია ასახული გოგიანი ქალბატონებით, ქუჩაში მოსეირნე მეზღვაურებითა და ზღვისპირა ქალაქისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით. არის თუ არა ფირზე აღბეჭდილი ფრაგმენტები, მათ შორის ნუდისტური პლაჟი ბათუმში გადაღებული. ეს თემა სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. ამის შესახებ ფოტოგრაფ შოთა გუჯაბიძეს საკუთარი მოსაზრება აქვს. იგი ფიქრობს, რომ კადრების ნაწილი სხვა ქალაქშია გადაღებული, თუმცა ბათუმში ნუდისტური პლაჟის არსებობას არ უარყოფს. გავიათ რომ ჩავეძიეთ ვიღაცამ კომენტარი გააკეთეს, მეც ეჭვშემეპარა რომ რაღაც ნაწილი ბათუმი მართლა არ არის, რომელიც აშკარად ღია და თამამი კადრები არის, არ არის ბათუმი, იმიტომ რომ რაღაც არ გავს რელიეფი. ისტორიკოსმა ბიძინა აფხაზავამ კადრებში მშობლიური ქალაქი ამოიცნო. ქალბატონებისათვის გამიჯნული პლაჟი, სადაც რუჯის მიღება შიშველ მანდილოსნებს შეეძლოთ, მის მეხსიერებასაც შემორჩა. შემახსოვრებაში შავმიანის ქუჩის ბოლოში იყო ქალთა პლაჟი, რომელიც ფასიანი იყო და რომელიც სამი მხრიდან იყო პრეზიდენტით შემოღობილი. ახლა იქ ალბათ ქალები თუ იყვნენ, იმიტომ იყვნენ ცალკე, რომ ალბათ იხდიდნენ პარზე და ის ასე რომ დასაშვებად მიმაჩნია ყველანაირად, რომ იყოს ბათუმი. ბათუმში ნუდისტური პლაჟის არსებობას უხუცესი ბათუმელები ადასტურებენ. 90 წლის არსენ თავდგირიძე იხსენებს, რომ წლების წინ ზღვისპირას ქალბატონებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მამაკაცების შესვლა აკრძალული იყო. თუმცა როგორც იხსენებს, ერთხელ მათ ცნობის მოყვარეობამ სძლია და ქალბატონების რისხვაც დაიმსახურა. ზღვისპირას ზღვაზე საბანაოდ. ეძებდი ნაცნობებს, რომ მათთან ახლოს დამდგარიყავ და მებანავა. რომ მივდიოდი, ნახე სამი მკერდიდან მოგებული ბრიჟენტით დაახლოებით მოთეთრო მატერიას სქელი გადავიხედე და ნახე შიშველი ქალბატონები ზაგარში გესებდნენ. იყვნენ იწყებინეს და მე მოვკურსო და ვევქესი. ადგილობრივების თქმით, ნუდისტური პლაჟი მწვანე კონცხზე და ახლანდელი დემეტრე თავდადებულის ქუჩის ბოლოში დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო შემოსაზღვრული.